ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2017 წელი ამოცანა ნომერი 15. ზამბარაზე მიმაგრებული 0.4 კილოგრამი მასის სხეული ირხევა X ღერძის გასწვრივო. ნახატზე გამოსახულია მისი სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ რის იტოლია სისტემის რხევის სრული მექანიკური ენერგია. ამისთვის მოდით გავიხსენოთ რა არის ეს სრული მექანიკური ენერგია. სრული მექანიკური ენერგია ეს არის კინეტიკური და პოტენციური ენერგიების ჯამი, ხო? ასე. და ახლა ეს სრული მექანიკური ენერგია არის შენახვადი სიდიდე, რაც ნიშნავს იმას, რომ სრული მექანიკური ენერგიის მნიშვნელობა არ უნდა იცვლებოდეს დროის ნებისმიერ მომენტში, როცა არ უნდა დავთვალოთ ის. შესაბამისად, მოდით ახლა ავარჩიოთ რომელიმე მომენტი, იმისთვის დავითვალოთ სრული მექანიკური ენერგია და ის იქნება მთლიანიც დროის განმავლობაშიც რა მნიშვნელობაც აქვს. ამისთვის მოდით ასე მოვიქცეთ, ავიღოთ აი ეს წერტილი, დროითი წერტილი, სადაც არის 1/2 წამი, ხო და ამ მომენტში სხეული, როგორც ხედავთ, იღებს თავის მაქსიმალურ მნიშვნელობას და გამოდის, რომ V მაქსიმალური მნიშვნელობა ნახევარ-წამ მომენტში ტოლი არის 0.5, ანუ სხვა სიტყვებით 2/1 მეტр/წამის. და აი ამ 1/2 წამ მომენტში ნახოთ რის ტოლია სრული მექანიკური ენერგია. ეს სრული მექანიკური ენერგია ამ მომენტში ტოლი იქნება კინეტიკური ენერგია mv მაქსიმალური კვადრატ ნახევარს კინეტიკური ენერგიას დამატებული კიდე პოტენციური ენერგია. თუმცა, როდესაც სიჩქარე არის მაქსიმუმი და შესაბამისად მისი კვადრატის მაქსიმუმია და ამ შემთხვევაში კინეტიკური ენერგია წარმოადგენს მაქსიმალურ მნიშვნელობას, აი ამ მომენტისათვის, რადგან სიჩქარეა მაქსიმალური და ამიტომ, როდესაც კინეტიკური ენერგია არის მაქსიმალური სიდიდე, ამ დროს პოტენციური ენერგია არის მინიმალური. ანუ არ გვაქვს საერთოდ. და პირიქით, როდესაც პოტენციური ენერგია არის მაქსიმალური, მაშინ კინეტიკური ენერგია არ გვაქვს. მონაცვლეობს, ხომ? ეს როცა იზრდება, ეს მცირდება და ეს როცა მცირდება, ეს იზრდება, ხო? შესაბამისად, ეს როცა არის მაქსიმალურად გაზრდილი, ამ დროს ყველაზე მცირე უნდა იყოს პოტენციური ენერგია, რადგანაც ჯამი მუდმივი გამოგვივიდა. შესაბამისად, მაქსიმალური კინეტიკური ენერგიის დროს პოტენციური ენერგია 0-ის ტოლია. შესაბამისად, რა გამოგვდის ახლა აქედან? აქედან ჩვენ გამოგვდის, რომ ეს ტოლი არის მასა. მასა არის 0.4, ანუ 4/10 ჩავწეროთ, მოდით ასე, 4/10. გამრავლებული V მაქსიმალური არის 1/2 და მაგის კვადრატი მოგცემს 1/4-ს და კიდე გაყოფილი 2-ზე, ეს ტოლი იქნება ესენი წავი და 1/10 თუ გავყოთ 2-ზე მივიღებთ 1/20 ჯოულს, ხო? ეს კიდე რამდენი არის? ხა მილიჯოულებში გვაქვს პასუხი და თუ დავაკვირდებით 50 მილიჯოული არის სწორედ 1/20 ჯოული. რატო? იმიტომ რომ 50 მილი ნიშნავს 50-ის გაყოფას 1000-ზე და 1000 ამდენი ჯოული ყოფილა, მილიჯოული, ესენი იკვეცება და 5 მიასედი იგივე 1/20 არის. შესაბამისად, პასუხი ამ შემთხვევაში რომ დავწეროთ საბოლოოდ კი შემოვხაზეთ უკვე, მაგრამ არა უშავს ეს სრული ტოლი ყოფილა 50 მილიჯოულის. პასუხი G.